დღეს ჩემი ბოლო ზარი გამახსენდა. ბოლო ზარი, რომლის ღონისძიებაზეც ჩემმა დამრიგებელმა მე არ შემიშვა. 2002 წელი. ბოლო ზარის წინსაფარი მე და დედამ შევკერეთ. ჩემი 2 თვის ბავშვიც დედამ დაიტოვა და მე ბოლო ზარზე წავედი. მახსოვს, თან მიხარო და თან ძალიან განვიცდიდი. არ ვიცოდი როგორ შემხვდებოდნენ ჩემი კლასელები. დიდი ხანი არ მენახა და თან მე უკვე გათხოვილი ქალი ვიყავი. 17 წლის გათხოვილი ქალი 2 თვის ბავშვით. ჩემი კლასელები ძალიან თბილად შემხვდნენ. რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ არაფერი შეცვლილა. რომ ისეთი ვიყავი. შემდეგ იყო ჩემთვის ყველაზე დრამატული მომენტი. სკოლის ბოლო ზარის ღონისძიება იწყებოდა. ყველანი კლასში შევიდნენ. მე არ მონაწილეობდი ამ ღონისძიებაში, არ მქონდა არანაირი ტექსტი. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მეც ჩემს კლასელებთან ერთად მათ გვერდით დავჯდებოდი. და უცებ ჩემმა დამრიგებელმა მითხრა, რომ ჩემი ადგილი არ იყო. მეთხოვე, რომ უბრალოდ დავესწრებოდი, უბრალოდ ვუყურებდი ჩემს კლასელებს, მაგრამ კიდევ გამიმეორა, რომ ადგილი არ იყო. ჩემი ადგილი არ იყო. და კარები მომიხურა. მე წამოვედი სახლში. მიდიოდი სახლში და ფეხები მეკვეთებოდა. ყურებში მესმოდა ხმა, შენი ადგილი არ არის. და თითქოს ჩემი ადგილი არსად არ იყო. ცნაური განცდა მქონდა. თითქოს არც იქ არ იყო ჩემი ადგილი, სადაც მივდიოდი. სახლში მისვლაც არ მინდოდა. არ მინდოდა ის ცხოვრება, რომელიც მქონდა. და თან დანაშაულის განცდა მაწუხებდა, რომ სახლში ჩემს შვილთან მისვლა არ მიმიხაროდა. მხოლოდ მეტირებოდა. და ხვდებოდი, რომ ჩემი ადგილი არსად არ იყო. ალბათ ჩემი დამრიგებელი ვერასოდეს მიხვდება, როგორ მატკინა გული. ბანკეტზე აღარ წავსულვარ. არც კაბა მქონდა და აღარც სურვილი.